Recording in progress. გამარჯობა. თუ ისმის მიკროფონი მაინტერესებს. δεν კარგი. მასას. ასე იგი, გამარჯობა კიდევ ერთხელ. მადლობა რომ ესწრებით ჩვენს ვებინარს. იტელკომ ჯგუფი, როგორც იცით, ბევრმა შეიძლება არ იცის, მაგრამ რეგულარულად ატარებს ხოლმე ამ ვებინარებს და წინა ვებინარების ნახვა შეგიძლიათ ჩვენ საიტზე და ასევე ჩვენს YouTube არხზე. ამ ეს ვებინარის ჩაიწერება და გათოსდება YouTube არხზე. ასე იგი, მე ვარ დავით ჩანაბერძე, ინტელკომ ჯგუფის ტექნიკური დირექტორი. დღევანდელი ვებინარი არის ქსელების მიმართულებით. სახელი ქვია რამდენად საშიში არის Wi-Fi. ვებინარის ბოლოს იქნება კითხვა-პასუხი, ხოლო ვებინარის ბოლოს გათამაშდება ერთი წუთი მიკროტეკის რაუტერი. ამიტომ ვებინარის განმავლობაში ყურადღებით იყავით, რომ რაიმე არ გამოგებაროთ. მასაშე, დავიწყო. გაგაცნობთ დღევანდელი ვებინარის თემებს. აქ იქნება რას ასხივებს Wi-Fi მოწყობილობები, რამდენად საშიში არის Wi-Fi ჯანმრთელობისთვის, როგორ მოქმედებს ცოცხალ ორგანიზმზე, განსხვავებული შეხედულებები და სამეცნიერო კვლევები, მითები და რეალობა Wi-Fi შესახებ და პრაქტიკული რჩევებს მოგცემთ ბოლოს უსაფრთხო გამოყენებისთვის. Wi-Fi ჩვენს ცხოვრებაში ძალიან აქტიურად გვაქვს, ანუ ყველგან გვაქვს სამსახურებში, სახლებში, პარკებში, გასართობ ცენტრებში თუ კაფეებში და გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ რომ ინტერნეტთან წყობა ყოველთვის ყველგან გვჭირდება. ადამიანები კი ზრუნავ ჩვენს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით იმაზე, ბავშვებზე. მედიაში და განსაკუთრებით სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ Wi-Fi მავნე არის ჯანმრთელობისთვის და ზოგადად გამოსხივება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვა ინფორმაციას ავრცელებენ და ამიტომ ცოტა გაურკვევლობაში ვართ ადამიანები. ბევრმა არ იცის ეს ტექნოლოგია როგორ მუშაობს და თვითონ ექიმებმაც კი არ იციან და ამიტომ თავის პაციენტებსაც კი ვერ აძლევენ რჩევებს დასაბუთებულად. ამიტომ ადამიანი დღევანდელ დღეს გაურკვევლობაში არის და მოდი ჯერ ცოტა ფიზიკიდან გავიხსენოთ და გავარკვიოთ რა არის გამოსხივება. გამოსხივება ალბათ ბევრს გაახსოვთ, რომ ეს არის გამოსხივება ეს არის ერთ წუთი ხმა არის მისო. ხო, როგორც ხედავ ისმის ხოლმე. გამოსხივება არის ენერგიის გადაცემა ელექტრომაგნიტური ტალღების ან ნაწილაკის საშუალებით. ასხივებს ყველაფერი, მზე ყველა პირველ რიგში ჩვენ ხედავთ ხოლმე მზე ასხივებს, დედამიწა, საყოფაცხოვრებო საგნები, ავეჯი, საკვები, მათ შორის ადამიანის ასხივებს, ანუ ეს ეხება, თქმა უნდა, ციფრულ გამოსხივებას ეხება, ანუ ინფრაწითელ გამოსხივებას. გამოსხივების ტიპის დასადგენად საკმარისია რომ ვიცოდეთ მისი სიხშირე და ენერგია. ცოდნის ამის, ანუ სიხშირის და ენერგიის ცოდნის შემთხვევაში შეგვიძლია განსაზღვროთ ეს გამოსხივება მავნე არის თუ არა ცოცხალი ორგანიზმისთვის. მაგალითად, აი ამ სლაიდზე არის ინფრაწითელი გამოსხივება, ანუ აი ადამიანის გარდა სხვა საგნებით, რომელიც თბილი არის, თვითონ რაღაც სითბოს გაცვლის გარემოსთან, ისინიც ასხივებენ. რა არის Wi-Fi-ის გამოსხივება? ანუ რა Wi-Fi-ც არის იგივე რადიოტალღები. ტექნოლოგია, Wi-Fi-ის ტექნოლოგია იგივე არის, რაც ჩვენთვის დიდი ხნის ნაცნობი რადიო, ტელევიზია, მობილური კავშირი და ეს მობილურ ტელეფონებშიც გამოიყენება Bluetooth-ი. Wi-Fi ამ ეტაპზე ჩვენთვის ვრცელდება 2 და 4 და 5 GHz რადიოტალღების საშუალებით.
არის არამაიონებელი გამოსხივება, რასაც შემდეგში შევეხებით, ზუსტად რას ნიშნავს ეს ტერმინი და ორგანიზმზე ზემოქმედებით არ გავს ულტრაისფერ გამა-გამოსხივებას და რენტგენის გამოსხივებას, რომელიც უფრო ყურადღებას იქცევს ჩვენთვის. რა არის მაიონებელი გამოსხივება? მაიონებელი გამოსხივება, ანუ მაიონებელი რადიაცია, ესეც ეძახიან ხოლმე, ნიშნავს მაღალი ენერგიის და მოკლე ტალღის გამოსხივება. მოკლე ტალღის მქონე გამოსხივება. მაიონებელი გამოსხივება აზიანებს უჯრედის დნმ-ს, იმიტომ რომ იგი შეიცავს მაღალ ენერგიას და უნარი აქვს, რომ დააზიანოს ცოცხალი ორგანიზმის და ასევე ჩვეულებრივად ატომის სტრუქტურა ან მოლეკულის სტრუქტურა და მოახდინოს მისი იონიზაცია ან ელექტრონის გამოძევება. ორგანიზმზე მაიონებელი გამოსხივება მოქმედებს ანუ უარყოფითად და შეიძლება გამოიწვიოს დნმ-ის დაზიანება, მისი გადაგვარება და სხვადასხვა დაავადებები. რახან გამოსხივებას შევეხეთ, ნახოთ ელექტრომაგნიტური სპექტრი და აქ ამ სპექტრს თუ შევხედავთ, ნახავთ, რომ ყველაზე გრძელი ტალღები, ანუ აი მარცხენა მხარეს რაც არის მოთავსებული, რითიც ჩვენ გადმოგვეცემა რადიო გადაცემები, ტელევიზიის გადაცემები. შემდეგ არის ინფრაწითელი გამოსხივება, რასაც წეგან ვილაპარაკეთ, ასევე ხილული სინათლე, ხილულ სინათლეზე უფრო მოკლე ტალღები არის ულტრაისფერი, შემდგომ რენტგენის გამოსხივება და შემდგომ გამა-გამოსხივება, რომლებზეც ვისაუბრეთ როგორც მაიონებელ გამოსხივებაზე. მოდი მზეზე გავაჩერებ ამ ყურადღებას და შემდეგ სლაიდზე გაჩვენებთ მზის რადიაციისგან როგორ გვიცავს ჩვენი ატმოსფერო. ეს არის აი მარჯვენა მხარეს არის დაბალი სიხშირის ტალღები და გრძელი ტალღები არ აღწევს დედამიწამდე. რადიო ტალღები აი აქედან დავიწყე. რადიო ტალღები ჩვეულებრივ ატარებს ატმოსფეროს, ინფრაწითელი გამოსხივების უმეტესი ნაწილი შთაინთქმება ატმოსფეროს მიერ და ხდება მისი გათბობა და ხილული სინათლის ნაწილი ნაწილობრივად მოდის, ხოლო გამა, რენტგენის და ულტრაისფერი გამოსხივება თითქმის მთლიანად შთაინთქმება ატმოსფეროს მიერ. რჩება მხოლოდ ულტრაისფერის გამოსხივების დაახლოებით 5%, რომელიც დედამიწამდე ადგენს, რაც ანუ ცოცხალ ორგანიზმს ადამიანს ეხმარება, რომ გამოიმუშაოს D ვიტამინი, რაზეც, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებიც არის. თუმცა, ასევე აღნიშნოთ, რომ ზუსტად ეს ულტრაისფერი გამოსხივება არის ის, რომელსაც ექიმები დიდხანს მზეზე ყოფნას არ აძლევენ რეკომენდაციას. ენერგია რო შევადაროთ, აი ამ ტალღებს შორის, მაგალითად, აი ნახავთ, რომ ეს ენერგია იზომება ელექტრონვოლტის საშუალებით, ესეთი ერთეული არის. რენტგენს თუ აქვს მილიონ ელექტრონვოლტი ენერგია, ულტრაისფერ სხივებს აქვს 10, ხილულ სინათლეს 3, ხოლო Wi-Fi-ს აქვს დაახლოებით 1/100000. ანუ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასვენოთ, რომ რატომ არ შეიძლება დააზიანოს Wi-Fi დნმ-ი, რომ Wi-Fi-ს აქვს დაბალი ენერგია, დაახლოებით 1/100000 ელექტრონვოლტი. დნმ-ის დასაზიანებლად საჭიროა მაღალი სიხშირე და ენერგია, დაახლოებით აი ულტრაისფერი ზედაზღვარი რაც არის და შემდეგ რენტგენი და გამა-გამოსხივება. და ვერ დააზიანებს, იმიტომ რომ დაახლოებით მილიონჯერ ნაკლები არის, ვიდრე აი ეს ულტრაისფერ გამოსხივება, როგორც ეძახიან UVC. გამოსხივების ენერგიას და იონიზაციას ამ წრილში უფრო კარგად დაინახავთ. აი მაგალითად რადიო გამოსხივებიდან, მერე ტელევიზია, თქვათ Wi-Fi 60 GHz-იანი სიხშირული ზოლი
და ინფრაწითელი და ხილული სინათლე არ ითვლება მაიონიზებელ გამოსხივებად, ხოლო ულტრაისფერი ნაწილობრივ და რენტგენი და გამოსხივები ითვლება მაიონიზებელ, რომელსაც შეუძლია უკვე ცოცხალი ორგანიზმის დაზიანება და იმის გამო, რომ აქვს მაღალი ენერგია. Wi-Fi-ს რასაც აქვს ერთადერთი ეფექტი არის სითბურის სახით, ანუ თერმულ გათბობას იწვევს, თუმცა ქსოვილს ათბობს დაახლოებით მიასედი გრადუსით, მისი ენერგია იმდენად ცოტა არის და დაახლოებით ეს არის 100-ჯერ ან 1000-ჯერ ნაკლები სითბური ეფექტის დასაფიქსირებლად. შედარებისთვის, აი მაგალითად მზე ან ვარჯიშის ცხელი სასმელის დალევა ორგანიზმს ათბობს 1 ან 2 გრადუსით, ან შეიძლება მეტითაც გაათბოს გააჩნია ინტენსივობის. თუმცა არის კითხვა, რომ აი მიკროტალღური ღუმელიც მუშაობს 2 და 4 სიხშირეზე იგივეზე, რაც Wi-Fi და ის რომ აზიანებს იქ რაღაცა საკვებს ამზადებს და აცხელებს, ზუსტად ამაშია განსხვავება, რომ სიმძლავრეში და არა გამოსხივების ტიპში. მიკროტალღური ღუმელი არის 6-დან 1200 ვატამდე. მობილური ტელეფონიც კი, ანუ უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ველს, მეტი სიმძლავრის ელექტრომაგნიტურ ველს ქმნის ვიდრე რაუტერი, დაახლოებით 1-დან 2 ვატამდე. გააჩნია გამოყენების რეჟიმშია თუ პასიურ რეჟიმში და ასევე Wi-Fi რაუტერიც ეს 100 მილივატ 1 ვატამდე, რა თქმა უნდა, გამოყენების რეჟიმში იგულისხმება. თუმცა არის პასიურ რეჟიმში Wi-Fi რაუტერი არ ასხივებს. ასევე გავითვალისწინოთ შეგვიძლია მიღებული სიგნალის სიმძლავრე არის მანძილის კვადრატის უპროპორციული, რას ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ დავშორდებით ელექტრომაგნიტური ველის წყაროს 2 მეტრით, იქნება უკვე მისი სიმძლავრის 25%, 3 მეტრის შემთხვევაში 11%, 4 მეტრის შემთხვევაში 6% და ასე შემდეგ. ანუ რაც უფრო შორდებით წყაროს, უფრო და უფრო ცოტა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. თუმცა საყურადღებო ინფორმაცია არის ის, რომ ელექტრომაგნიტური ველი ზოგადად შეიძლება მოქმედებდეს, ეს მარტო Wi-Fi-ს არ ეხება, ზოგადად ელექტრომაგნიტურ ველს ეხება, ანუ რადიოსაც და მობილურ კავშირსაც, რომ მაგალითად პაციენტები, რომლებიც იყენებენ კარდიოსტიმულატორს, სასურველია, რომ თავი აირიდონ ახლო კონტაქტთან, იმიტომ რომ შეიძლება აქ წარმოქმნას გარკვეული ელექტრომაგნიტური ველები და არასწორად მოახდინონ ამ მოწყობილობებმა ფუნქციონირება. ახლა თქვათ, რისი ეშინიათ ადამიანებს. ადამიანებს ეშინიათ და აწუხებთ მაგალითად, ანუ რაც მედიაში ვრცელდება ხოლმე, ძირითადად ერთმანეთში ვრცელდება, რომ სხვადასხვა სახის დაავადებებს ხო არ იწვევს, მათ შორის სიმსივნეებს. ბავშვებზე როგორი გავლენა აქვს, განვითარების შეფერხებას ხო არ იწვევს, უშვილობაზე, რეპროდუქციაზე წუხან, თავის ტკივილზე, ძილის პრობლემებს შეათ აკავშირებენ ამხილავასთან, რადიოტალღებთან. ტვინზე ზეგავლენას და მეხსიერების დაქვეითებასაც ხშირად უკავშირებენ და ასევე ელექტრომაგნიტური ჰიპერგრძნობელობა, რომელიც ხშირად გამოხატულია ხოლმე ალერგიული გამოვლინების სახით. თუმცა საინტერესოა, როგორი არის საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც იკვლევენ ამ საკითხს თვითონ. მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პოზიცია ესეთი არის, რომ არასდროს დამაჯერებელი მეცნიერული მტკიცებულებია მავნე ეფექტების შესახებ. ეს ელექტრომაგნიტური ტალღები, რაც არის უკვე 30 წელზე მეტი არის და არ ადასტურებს კვლევები მის საშიშროებას და კონკრეტულად Wi-Fi-ს გამოსხივება ძალიან დაბალია, რომ რაიმე ეფექტი მოხდინოს ცოცხალ ორგანიზმზე.
საერთაშორისო კომისია არაიონიზირებული დაცვისთვის ესეთი ის არის კომპანია, კორპორაცია. სპეციალური სტატიაც აქვს Wi-Fi-ზე, სადაც შეგვიძლია ნახოთ, რომ ანუ ეს ორგანიზაცია აწესებს უსაფრთხოების ლიმიტებს და დაახლოებით ინდექსი რაც აქვს თქვა 61 უსაფრთხოების ზღვარი Wi-Fi-ს რაუტერს 1 მეტრშიც კი აქვს 4 ეს ინდექსი, ანუ დაახლოებით 15-ჯერ ან 30-ჯერ ნაკლები არის, ვიდრე დადგენილი უსაფრთხო ზღვარი, ეხება არაიონიზირებულ გამოსხივებას. და ამავე სტატიაში წეღავ რომელიც ვახსენე, ყურადღება არის გამახვილებული, აქ ხედავთ, ანუ ტემპერატურულ ეფექტზე და აქ არ არის საუბარი სხვა ეფექტზე. შეგიძლიათ შემდეგში გაიცნოთ კიდეც ამ სტატიას. ასევე ამერიკის კიბოს ინსტიტუტი, კაც სტატია არის კონკრეტულად Wi-Fi-ზე არ არის, თუმცა არის მობილურ ტელეფონებზე და მობილური ტელეფონის დაახლოებით იგივე სიხშირეზე მუშაობს 800 მეგახერციდან 1800 მეგახერცზე, ნუ ზოგიერთ ქვეყანაში სხვა სიხშირეებზე. და აქ არის ამ სტატიაში, რომ არ აზიანებს DNS და ასევე არ არის კავშირი ჯანმრთელობის ეფექტსა და ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შორის, რომელიც ეხება მობილურ კავშირებს. შიშს რაც იწვევს ადამიანებში, ეს არის ახალი ტექნოლოგიების შიში, ეს ბუნებრივი რეაქცია არის, იმიტომ რომ თან მithumetes ვერ ხედავთ ამ გამოსხივებას და რასაც ვერ ხედავთ ადამიანისთვის ყოველწაშია ხოლმე. მედია და სოციმედია განსაკუთრებით ხშირად აშუქებს სენსაციურ ამბებს და არა შედეგებს, იმიტომ რომ მათთვის მნიშვნელოვანია რომ იყოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და ხშირად რაიმე მცირე რაღაცა კვლევა თუ ან რაღაცა იჭვი თუ არის, მაშინვე ცდილობენ ხოლმე რომ გააშუქონ და ბევრი ხალხმა ნახოს მათი უსაფრთხოების ინდექსი. კარგით, ამას ბოლოს ვპასუხებ. მედია ხშირად აშუქებს და ამიტომ თუ რამე პირიქით კვლევა დაიდო ხოლმე, როგორც წესი, ის ნაკლებად პოპულარული ხდება ხოლმე. არასამეცნიერო კვლევები ხშირად ხდება და დაუსაბუთებელი დასკვნებსაც ხდება ხოლმე, რაღაცა საჭირო არის ხოლმე მასში ჩაძიება უფრო უკეთ და არსებობს კიდევ ესეთი ნოცებოს ეფექტი, ანუ ხშირად ტარდება ხოლმე, ანუ რამ პროცესად რამდენიმე კვლევა არის ამაზე ჩატარებული, როდესაც ადამიანს გონია, რომ არის ელექტრომაგნიტური ველის ქვეშ, მას უვლინდება სხვადასხვა სიმპტომები, როგორც არის თავის ტკივილი, უძილობა, შეიძლება ალერგიული გამონაყარიც კი, ანუ კანზე ზემოქმედება. თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ ეს არის როგორც პლასიბოს ეფექტი დაახლოებით მსგავსი აღონ პირიქით. და ვლინდება ხოლმე არასწორად, აი, როცა ადამიანი არ არის ამ ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ, მაშინაც ვლინდება ხოლმე ეს რეაქციები. რაც შეეხება ბავშვებს, ხშირად ჩვენც ვიცით, რომ ზოგადად ბავშვები ფუნქციონალები არიან ხოლმე. და ხომ არ არიან ბავშვები უფრო გრძნობიარეები Wi-Fi გამოსხივების მიმართ. ნუ სკოლაში ეს ეფექტი არ დაფიქსირებულა, ანუ სკოლაში ტარდება ხოლმე კვლევები. უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, ან წეღანაზე ვილაპარაკეთ, მაგი ითვალისწინებს ბავშვების ფიზიოლოგიურ თავისებურებებს, ანუ არ ეხება მხოლოდ მოზრდილებს. და შესაძლოა თუ ბავშვის თქვათ აი მუდმივად ლეპტოპთან ან ტელეფონთან ყოფნას აკავშირებენ ხოლმე მის მდგომარეობას, ხშირად ეს გავლენა არის ხოლმე ეკრანთან გატარებული დრო, თქვათ შეიძლება ეს იყოს არა საკმარისი მოძრაობა, ან თქვათ ცისფერი ეკრანთან საღამოს ყურება, რაც რა თქმა უნდა მოქმედებს ძილის ხარისხზე.
ახლა შევეხოთ მითები და რეალობები, რაც არის, მაგალითად ერთ-ერთი მითი არის, რომ Wi-Fi ზიანს აყენებს DNS და როგორც თქვით, რომ ვერ დააზიანებს თეორიულად შეუძლებელია ამის დაზიანება, იმიტომ რომ არ აქვს საკმარისი ენერგია, რომ DNS-ში შეცვალოს მოლეკულური სტრუქტურა. კიდევ რომ Wi-Fi აჩენს ტვინის სიმსივნეს, 30 წლის განმავლობაში ამაზე არ ყოფილა მტკიცებულებები და პირდაპირ კავშირი. და ასევე კიდევ არის რომ 5 GHz უფრო საშიში არის. 5 GHz-ით არის იგივე სიმძლავრი არა, იგივე ტიპის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ხოლო არის Wi-Fi-სთან 2 და 4-იან შეხედებით უფრო ორჯერ მოკლე არის ტალღის სიგრძე, თორე ისე იმ რადიო ტალღებში არის, ანუ ისე მოთავსებული არის ინფრაწითელ სხივებამდე, ანუ არამაიონიზირებელი გამოსხივება არის ესეც. განსხვავებულ შეხედულებები, რა თქმა უნდა, ვრცელდება ხოლმე მუდმივად, ხანდახან სტატიების სახითაც კი რა, ზოგიერთი მეცნიერი, ну, ესეთ სტატუსი რო აქვს, მეცნიერი არის, იკვლევენ ხოლმე და რა თქმა უნდა, მუდმივად წარმოადგენს კვლევების და ინტერესის საგანს, რომ ხომ არ აქვს არათერმული ეფექტები, ანუ სითბოს გარდა კიდევ, ან ოქსიდაციური სტრესი ხო არა აქვს, ანუ იქ რაღაც თავისუფალ რადიკალების გამოყოფას თუ ხომ არ ზღუდავს ან ასე შემდეგ. გრძელვადიანი ზემოქმედების კვლევები არ ვიცით, ხშირად ესეც ყოფილა და მომავალში რას გამოიწვევს კიდე არ ვიცით, ანუ ესეთი ეს არის მოსაზრება და რომ საჭირო კიდევ უფრო მეტი კვლევა და ბოლომდე დაუდგენელი არ არის მისი გავლენა და ასე შემდეგ ესეთი შეხედულებები არის, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები, მკვლევარები, მეცნიერები და ფიზიკოსები თახვდებიან, რომ ამ სიხშირულ დიაპაზონში მხოლოდ თერმული ეფექტი აქვს ცოცხალ ორგანიზმს ეხება. რისკი არ გამოვლენილა, 30 წლის განმავლობაში კვლევები ტარდება და ზოგადად მილიონობით ადამიანი იყენებს დღევანდელ დღეს და უნდა გქონდეს რაიმე ხელშესახები ამასთან დაკავშირებით. მრჩევებს რასაც გირჩევთ, თუ ეს პრობლემა გაწუხებთ, როუტერი ცენტრალურ ადგილზე განათავსეთ და არა საძინებელში, ასე უფრო მშვიდად იქნებით და პლუს ხანდახან არის ხოლმე რომ როუტერს თუ განსაკუთრებით თუ უკვე მოძველდა როუტერი ან არ არის შესაბამისად წარმოებელი, ანუ კარგი უბრალოდ უხარისხო Wi-Fi როუტერი თუ არის, ხშირად გამოყოფს ხოლმე მაღალი სიხშირის ბგერებს, მისი ელექტროკომპონენტები ძირითადად, ანუ კონდენსატორი მაგალითად გამოყოფს მაღალი სიხშირის ბგერებს, რომელიც შეიძლება მოზრდილებს არ გვესმოდეს და მცირე ასაკის ბავშვებს ან შეიძლება ცხოველებს ესმოდეთ და მაგიტო როუტერის ან ნებისმიერი მოწყობილობა შეიძლება იყოს ეს რაც არის ქსელში მიერთებული გამორთვის შემდეგ უფრო წარდებოდეს და უფრო მშვიდად იძინებდეს. ამიტომ ხო და კიდევ არის მაგალითად სინათლე ადამიანს 7 ძილისთვის ჭირდება ხოლმე სინათლე და ეს ამ 7 ძილს ხელს უშლის სინათლე და ხშირად ეს როუტერის ციმციმი ეს ხშირად არის ხოლმე ლურჯი ან მწვანე ნათურა შეიძლება ამას მოახდინოს გარკვეული ზემოქმედება ჩვენი ძილის ხარისხზე. ეცადეთ რომ ამის გამო კონდეს Wi-Fi routers რო შეიძენთ საერთაშორისო თავსებადობის სერტიფიკატები IEC, FCC მაგალითად სრულად ეს სერტიფიკატი უზრუნველყოფს როგორც მისი სიმძლავრის შეზღუდვებზე, ანუ რაც არის Wi-Fi-ით გათვალისწინებული ის სიმძლავრი რო ქონდეს, ასევე მის ანუ თვისობრიობაზეც მოქმედებს და მის ყიდვის შემთხვევაში უფრო აირიდებთ თავს, თქვათ, აი სხვა ჯანმრთელობაზე რამაც შეიძლება იმოქმედოს. ასევე აქ ხო სხვა სერტიფიკატები არის, მოკლედ ამას მიაქციათ ყურადღებას. ყურადღება და დაეყრდნით სამეცნიერო კვლევებს და პირდაპირ წყაროდან მიიღეთ ხოლმე ინფორმაცია.
ხან აი ესეთ რაღაც საიტებზე, სადაც ვრცელდება ხოლმე სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია და რომელიც ხშირად სამწუხაროდ შემოიფარგლებიან მხოლოდ იმ საიტის პოპულარიზაციის მიზნით აქვეყნებენ მე სტატიებს ჯობია რომ ეგეთ საიტების პირდაპირ არენდოთ, გადაიკითხეთ, წაიკითხეთ და წყაროები მითითებული თუ არის, შემდეგ გადაამოწმოთ იმ წყაროებს. მოდი შევაჯამოთ დღევანდელი ვებინარი. აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ Wi-Fi ვერ აზიანებს DNS, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხული არის, არ აქვს მართლა ასეთი არც სიმძლავრე და არ არის მაიონიზებელი გამოსხივება. ეს უკვე ვახსენეთ რამდენჯერმე, რომ ენერგია დაახლოებით აი ულტრა იისფერთან შედარებით მილიონჯერ ნაკლები არის, ვიდრე დაზიანებისთვის არის საჭირო. საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებიც კონკრეტულად და ძალიან ბევრ კვლევას ატარებენ ამ მიმართულებით, საფრთხე დამტკიცებული, დადასტურებული არ არის. და ნუ საკმაოდ დიდი დრო გავიდა ეს შიში თავიდან რომ იყო იქ უფრო კიდე მისაღები იყო, იმიტომ რომ თქვათ არ ვიცით ესა თუ ის რაღაც ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც დავაკავშიროთ და ვაბრალებთ იმას რაც ყველაზე უფრო შეუცნობელია, რაც არ ჩანს, რაც ეხლა ხანს შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ამ კონკრეტულად Wi-Fi-ზე რო ვილაპარაკოთ, Wi-Fi-სთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. ეს წყაროები არის საიდანაც ეს მასალა მომზადდა. შეგიძლიათ გაიცნოთ და ნახოთ ამ საიტებზე რა დასკვნები აქვს და რა კვლევები აქვს, დოკუმენტაციაც არის. ეხლა ველოდები კითხვა-პასუხს აქ. არ ვიცი რას. უმეტესობამ გაცემულია პასუხი, იქ რა თქმა უნდა ის 15-30 ჯერ ის რა იყო პატარა 2 და 4-ზე არის იქ დადაცილი, თუმცა აი მაგ ხელა ალბათობა მაგითო არის, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს რაც არის იქ 61 რო იყო მითითებული ინდექსი, რა თქმა უნდა, თუნდაც რო იყოს ორჯერ მეტი სიხშირე რო იყოს, მაინც ჩაჯდება იმ სტანდარტში. და იქ 3 თუ იყო, იქნება 6 ალბათ მეტი არ იქნება. აქცერია შეიძლება იყოს ესეთი Wi-Fi რაუტერი, რომელსაც სიმძლავრე აქვს მაგალითად 600 ვატიო, რა თქმა უნდა, შეიძლება ესეთი, იმიტომ რომ თვითონ Wi-Fi მოწყობილობა სახლებში რაც გვიყენია, თუ კვების ბლოკს ნახავთ, რაც ერთდება შტებცელში, ის რამდენ ვატს მოიხმარს, ის არის ზუსტად ის რაოდენობა, რასაც იყენებს თვითონ რაუტერი, თუმცა რასაც ასხივებს, ის გაცილებით ნაკლები არის და დაახლოებით არის 100 მილივატიდან 1 ვატამდე არის მის გამოყენების სიმძლავრე. ხო, აქ სიმძლავრეს წინ თუ არ დაუდექით, ისე არ არის საზიანო. საზიანო შესაძლოა იყოს, მაგალითად, Wi-Fi ანტენები, მიმართული ანტენები, რომლებიც ძალიან დიდ მანძილზე გადასცემს Wi-Fi იმას, ან Wi-Fi ტექნოლოგიით გადასცემს სიგნალს. იქ მძლავრი სიგნალი გადის და ამ შემთხვევაში ჩვენზეც მოახდენს თერმულ ეფექტს, ანუ მეტი იქ ეფექტის მოხდენა მეტი არ იქნება. თუ დამწვრობას მივიღებთ, რა თქმა უნდა, დაგვაზიანებს, შეიძლება კანის დამწვრობაც მივიღოთ და შეიძლება უფრო ღრმა ქსოვილების დამწვრობაც მივიღოთ. მაგიტომ აი მძლავრ ანტენებთან მაგალითად ყოფილა ხოლმე აი ჩემს მეგობრებს უთხოვთ ხოლმე რომ მაგალითად ანძაზე რომ მუშაობდი, იქ რაღაც ანტენასთან ჯიბეში მობილური გამიცხელდა, მობილურის გაცხელებას საარჩივი შეიძლება თუ იმ მომენტში დიდ სიმძლავრეს ასხივებს, შეიძლება გაგიცხელდა, ანუ ორგანიზმით შეიძლება გაცხელდეს და დაზიანდეს. ნუ აქ იმაზე
არა სერტიფიცირებულ მწარმოებელს ნუ ენდობით პირდაპირ ჩემი რჩევა არის, იმიტომ რომ როგორც მე შემდეგ გამოყენების თვალსაზრისით იცე მანამდეც, ანუ შეიძლება აი მობილურებზე თუ გახსოვთ თქვენ ადრე რომ შემოვიდა რაღაცა არა უგაურკვეველი ბრენდის მობილურებზე, იმაზეც ამბობდა რომ შესაძლოა ასხივებდეს უფრო მეტი რაოდენობის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, თუმცა თუ მაგალითად ანუ ამას ჭირდება თავისი ენერგია რა თუ ახლა ტელეფონი მაგალითად არ მოიხმართ თვითონ ბევრს და მალე არ ჯდება მაგალითად ანუ შეუძლებელია რომ დიდი ის გამოასხივოს ენერგიის ელექტრომაგნიტური ტალღები. მაღალი ძაბვა აქ 50 ჰერცია რაც არაცხლებს არის 50 ჰერცი იგულისხმება ელექტროძაბვას ავრად რაც ელექტროქსელში არის თუმცა ეს არ არის კავშირში Wi-Fi გადაცემასთან უბრალოდ ამ 50 ჰერცს გჭირდება ცვლადი დენისთვის რომ მე ჩვენ გამოვიყავთ ჩვენი მოწყობილობები და Wi-Fi ელექტრომაგნიტური ტალღის ეს არის სიხშირე არის ამ შემთხვევაში 2.4 GHz ან 5 GHz გაჩნია რომელს მოვიხმართ. კარგი, თუ არ ამეკითხები, თუ არა და გადავიდეთ ფინალურ ნაწილზე. მე მგონი გადავიდეთ უკვე. მასას ვერ ამბობ კარგად. გათამაშების კითხვა იქნება, მოიმზადეთ და ვინც გასცემს ყველაზე ადრე ჩატში უნდა დაწეროთ ეს პასუხი. ის მოიგებს Wi-Fi-ს routers, მიკროტიკის Wi-Fi routers. მასაში გამოჩნდება კითხვა, კითხვა დაიწერება ეკრანზე და იქნება სამი სავარაუდო პასუხი. კითხვას წავიკითხავ, თქვენ შეგიძლიათ ჩატში გასცეთ ამასობაში პასუხი. ვინც დაასწრებს, ის მიიღებს მიკროტიკის routers. რომელ ელექტრომაგნიტურ ტალღებს გააჩნიათ ყველაზე დაბალი ენერგია? ხილული სინათლე, რადიოტალღები, რენტგენის გამოსხივება. ესე იგი აქ ვიღაცამ დაწერა რადიო პირველმა დავინახე. გიორგი ჩახუნაშვილი. შეგიძლიათ მომზადეთ და მიიღოთ თქვენი კუთვნილი Wi-Fi რაუტერი. ეს ჩანაწერი როგორც გითხარით გაცოცდება Intelcom.net-ის სპეციალურ განყოფილებაში ვებინარები ქვია და ასევე ჩვენს YouTube არხზე. მადლობა რომ ესწრებოდით და გისურვებთ წარმატებებს.